მოგესალმებით. დღეს ჩვენ გიპასუხებთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე ჩვენ სოციალურ მედიაში. ბეწვის ცვენის შესამცირებლად რა საშუალება არსებობს ძაღლებისთვის და კატებისთვის? ბეწვის ცვენა აბსოლუტურად ნორმალურია, განსაკუთრებით სეზონის ცვლილების დროს, მაგრამ თუ ცვენა ინტენსიურია, მაშინ აუცილებელია გამოვიყენოთ მოვლის საშუალებები. Როგორც არის მაგალითად სტიმუდარ ულტრას შამპუნი, იგი აძლიერებს კანს და ბეწვის ცვენას აჩერებს და ასევე სტიმუდარ ულტრას შრატი, რომელიც დამატებით უზრუნველყოფს კანის გაძლიერებას და ამცირებს ბეწვის ცვენას ასევე. შეიძლება თუ არა ერთდროულად მშრალი და სველი საკვების მიცემა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. დიახ, შესაძლებელია, როგორც ძაღლებისთვის, ასევე კატებისთვის მშრალი და სველი საკვების ერთდროულად მიცემა, ამ მეთოდს ხშირად შერეულ კვებასაც უწოდებენ. მაგრამ აუცილებელია, რომ ორივე საკვები იყოს მაღალი ხარისხის და კარგად დაბალანსებული, რადგან ცხოველმა არ მიიღოს ზედმეტი კალორიები. როგორ გავიგო, სჭირდება თუ არა ჩემს ძაღლს ვიტამინები და რა ვიტამინები ან პრეპარატებია რეკომენდირებული. თუ ცხოველი აქტიურია, ბეწვი ძლიერად ცვივა, კანი მშრალი აქვს, მათად დაქვეითებული ან სრულიად გამქრალია, ეს შეიძლება იყოს ვიტამინების ნაკლებობის ნიშანი. საუკეთესო გზა ვეტერინართან კონსულტაცია, მას შეუძლია ზუსტად შეაფასოს ცხოველის მდგომარეობა და დაუნიშნოს საჭირო ვიტამინები. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგწოდეთ ჩვენს სოციალურ ქსელში და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.